ეს არის ფალენის ტესტი და ამ ტესტით ექიმებს შეუძლიათ 1 წუთში დაადგინონ გაქვთ თუ არა მაჯის გვირაბის სინდრომი. სანამ თქვენ ამ ტესტს იტარებთ, მე მოგიყვებით რას ნიშნავს მაჯის გვირაბის სინდრომი. მაჯის გვირაბი შედგება სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურებისგან მაჯის არეალში და ამ მაჯის გვირაბში გადის ნერვუს მედიანუსი, ანუ შუათანა ნერვი, რომელიც შეიძლება კომპრიმირდეს სხვადასხვა შემაერთებელ-ქსოვილოვანი სტრუქტურებით ამ მაჯის გვირაბშივე და გამოიწვიოს დამახასიათებელი სიმპტომები, დაბუჟება და ტკივილი პირველ 3 თითში და მეოთხე თითის ნახევარში. ვიდეოს დასაწყისში რა ტესტიც განახეთ, ეს ფალენის ტესტი კი გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ამ კომპრესიის სტიმულირება და ამის შედეგად იმ პაციენტთა კონტინგენტის დიაგნოსტირება, რომელთაც ჩვეულებრივ შემთხვევაში აწუხებთ ამ მაჯის გვირაბის სინდრომი. აი სწორედ ეს შემაერთებელ-ქსოვილოვანი სტრუქტურა იოგი, რომელიც მაჯის ძვლებს შორის მდებარეობს, იწვევს სწორედ ამ შუათანა ნერვის კომპრესიას და ქირურგიული ჩარევითაც ხდება სწორედ აი ამ იოგის გაკვეთა ქირურგიულად, რის შედეგადაც კომპრესია ამ ნერვზე იხსნება. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში, თქვენ შემთხვევაში იყო თუ არა ეს ტესტი დადებითი.